ნიკას მივესალმებით, ნიკა. მოგესალმებით, დიდი პარტივითა და სიამოვნებით. ხარ და გვიხარია შენი დანახვა. პირველად არა, სულ პირველად მას შემდეგ რაც ერთ-ერთი ბოლო გადაცემა იყო, სხვათა შორის ჩვენთან იყავი სტუმრად და მას მერე იყო ცნობილი მოვლენები. მახსოვს. განსთან მაქრო აქ ვიყავი სულ მეტი ზე ყველა სტუმარი მახსოვს, ვინც იყო თქვენი გადაცემის სტუმარი. ვინ რა თქვა ვინ რა აზრი განავითარა. შევეცადეთ აქედან რაღაცნაირად გაგვემხრევებინე. რაც თავისუფლებაზე ვარ. სამწუხაროდ ვერცეთ გადაცემას ვერ ვუყურე. წარმოიდგინეთ არ ემეძლება შესაძლებლობა. მინდოდა მეკითხა სხვათა შორის, სად უფრო წყნარად და მშვიდად იყავი მეთქი. იქ ტელევიზორს უყურებდი, გადაცემებს უყურებდი. გამოხვედი და დაახვდა სულ იქ ავკრიფე სამთვის განმავლობაში მართლაც ანუ თუ ინფორმაცია მეგობრები ანუ პარტიაში მათი მეშვეობით დღის განმავლობაში საქმის კურსში ნუ ელემენტარული ინფორმაცია რომ მივიღო ანუ ტელეფონის მეშვეობით ლინკებს მიგდებიან და ასე ვეცოდე. ვერ ჩავრთე ტელევიზორი რედამიჯერე. დღეს გუშინ და გუშინ წინ საერთოდ ვერ უყურე. იქ რომ ვიყავი. ტელევიზორში ხარ ისე თან ამავე დროს. ვცდილობ რომ ნაკლებად ვიყო, მაგრამ არ გამომდის. შენი სტიქია არის კამპანია ველში გასვლა. აი ეს არ მომეც, ძალიან გულინწყდება, აი მაგარი ხარ რა. აი ეს რომ შეამჩნი, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, მე დღეს მინდოდა ყოფილიყავი, გუშინ მინდოდა, გუშინ წინ მინდოდა ყოფილიყავი თბილისში სხვადასხვა ადგილებში, სადაც ხალხმრავლობა, ანუ რომელიღაც რეგიონში მოხერხებია ჩასვლა, ანუ რაც ჩემი ბუნებრივი მისწრაფება, სადაც ყველაზე კომფორტულად გძნობ თავს. და სადაც როდის გადაეშვები და მომიწია კონსულტაციებში რომად შესვლა და ხო არ გავეცე რა შეიძლება მალე მინდა ხა აქედან გათავისუფლდე და გავთავისუფლე თხანს არ შეგაკავეთ ნამდვილად აქედან კი არა ანუ აი ამ კონსულტაციებიდან გავთავისუფლე ორჯერ კონსულტაციები შეგვიძლია ვთქვათ რომ დასრულდა და დიდი მადლობა თქვენს აი ინგასაც უთხარი არ ჩათვალოთ ძალიან ვთქვათ რომ იმიტომ ვაკეთებ რომ ეს ასე უნდა ვთქვა აი ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ ქვეყნისთვის და არც ოპოზიციას ინდო თორსა დასანდობი არ არის და ხელისუფლებას ვარ ინდო და არ ინდო დასანდობი არ არის მაგრამ როდესაც უსამართლოდ ადამიანისთვის საპატიმროში არის და სოლიდარობა იგრძნობა ნუ აი რა გითხრათ ეხა ერთი დღე იქ გამხნევების არის წარმოუდგენელი ზეიმი პატიმრისთვის და დიდი მადლობა. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ ეგ აღარ დავგჭირდება და გაგამხნევებთ ხოლმე სხვა შენს ასე ვთქვათ მოქმედებებში. ნიკა, დასრულდა კონსულტაციები, შეგვიძლია უკვე ვთქვათ შესვლა არ შესვლასთან დაკავშირებით თუ კიდე გააგრძელებთ. არა, იცით რა არის, მოგწოდოთ გეტყვით ეხა გადაწყვეტილების მიღება, გამოცხადება წინ არაფერი პრაქტიკულად აღარ უდგას რა, შესაძლებელია რომ აღარ ფორსება რომ მოხდეს. პროცესების აქსელერაცია, ну შესაძლებელია ეს ზეგვე გამოვაცხადო, ხო, მაგალითად ავიღო პასუხისგებლობა ჩემ თავზე, როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ანუ პარტიის მმართველმა ორგანომა იმჟელოს და ასე შემდეგ მოხდეს, ამის შემდეგ მოხდეს გამოცხადება, მაგრამ მართლაც ამჯერა რომ მინდა რაც შეიძლება ბევრ ჯგუფს პარტიის ფარგლებში გავესაუბრო და პრაქტიკა რას ცხადყოფს და რატომ დავწუნდი რომ ეს უნდა ვაკეთო. აი მაგალითად დღესაც გუშინაც და გუშინწინაც როდესაც კოლეგებს მეგობრებს ჰქონდათ სხვა პოზიცია და მსჯელობაში არგუმენტებს ვცვლით, ვჯერდებით და პოზიცია კონსოლიდირებულია. შეიცვალა ვინმე გადაწყვეტილება აი ამ კონსულტაციების შედეგად. და ასე ჯობია გამოვაცხოთ საბოლოო გადაწყვეტილება, ვიდრე დარჩეს ბევრს განცდა რომ რაღაცა თუნდაც დიდმა ჯგუფმა თავის თავზე აიღო ისე გადაწყვეტილება რომ მათ არ გიფრ. აი ხო დავითარი განპირობებული. ეს არ იქნება გადაწყვეტილების მიღება. მე რამდენიმე ინტერვიუს უსმინე რომ ეს არ იქნება იმ ფორმით ზუსტად როგორც არჩევნები იყო. ეს მოსაზრების დონეზეა, მოსაზრების დონეზე არის ერთ-ერთი თუმცა ბევრი ნაკლოვანება აქვს, ამას აქვს პლუსი. მაგრამ ნუ ვიღაცამ შეიძლება მითხრას მაშინ თუ რა საჭიროა თუ ყველაფერი ელექტრონულ ფორმატში უნდა გადაწყდეს რა საჭიროა პოლიტიკური საბჭო რა საჭიროა მაგათ ახალგაზრდობელი სამდივნო ასე შემდეგ არიან ხო? დიახ, არიან ამორჩევლები რომლებიც თვლიან რომ ჩვენზე სიმძიმეს ნუ გადმოვიტანთ თავად გადაწყვიტეთ და ასე შემდეგ რა ნაკლი აქვს ელექტრონულ ფორმატს გეტყვით პლუსებსაც გეტყვით ნაკლი აქვს შემდეგი კამპანია უნდა ვაწარმოოთ, გამიგეთ? აი თუ კი ორდღიანი ასე თქვა გამოკითხვა ჩატარდება ისე როგორც მე ამირჩიეს, არა თავმჯდომარედ მართა უნიკალურად 51,000 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ნუ, ანუ მანამდე ხო ჩვენ პარტიაში შიგნით საჯარო კამპანია ვაწარმოოთ და მე ხوار დავიმალები. აწარმოეთ პარტიის თავმჯდომარემ რა პოზიცია უნდა აიკავოს საჯარო სივრცეში.
ანუ ხო არ გეტყვით რომ მე არ ამიტომ ნუ აი ეს ნაკლია პლუსი რა არის პლუსი ის არის რომ რთავ ათასობით ადამიანს ნიკა შენ აი ამ დისკუსიაში კამპანიას რო ვაწარმოებ მე დაწუნებული ვარ ჯერა რომ იმდენად სწორი არგუმენტები გვაქვს შემსვლელებს არა შესვლის მომხრეებს მოდით ახლა შევთავაზეთ შესვლაში არის ძალიან სერიოზული ასე ვთქვათ დეფექტი და ნაკლი და არ შესვლაშიც არის ძალიან სერიოზული არგუმენტები რომ პარტიამ არ მიიღოს დაყალბებულ არჩევნებში მეტი საით არის თქვენი აზრით აი პირადად გამოჩნდება ძალიან მალე რა ნამდვილად მეცით რა მაინტერესებს მაშინ როდესაც დისკუსია და მსჯელობა გაქვთ ამაზე პარტიაში აფიქსირებთ თუ არა საკუთარ აზრს თუ ისმენ და უბრალოდ რაღაც არგუმენტებს მე რაც მახარებს გეტყვით ახლა აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო პარტნიორმა რომელთანაც მე პარალელურად ვაწარმოებ ასე თქვით შეხვედრებს მოლაპარაკებებს გამოვედი და უდაბნო მინდა მათთან გქონდეს კომუნიკაცია მიესალმებიან ამ პროცესს რომელშიც ვარ რომ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი პარტიის შიგნით ჩავთვალოთ ჩვენი ძირფასი კოლეგების თავარია შედეგი გამიგეთ და ეხა შედეგი უნდა იყოს რაციონალური და პრაგმატული ყველაფერს გავაკეთეთ ყველა ფაქტორი გასათვალისწინებელი ჩვენი ხარდაჭერები ერთგული ხარდაჭერები რომელიც სხვადასხვა კატეგორიის არამედ ხშირად თქვენი სტუმრები წამოვიდნენ ჩემი მეგობრები ნაციონალურ მოძრაობის ამორჩეველი ნაციონალურ მოძრაობის ის რამდენად განსხვავებული ამორჩეველი ყავს სხვადასხვა კატეგორიის აი აბსოლუტურად სადა დედამიწა რომ შეიძლება ვთქვათ რომ ამ ორ ადამიანს რა ასხვავებს ერთმანეთს რა ერთიანებს ერთმანეთთან და ორი ნაციონალური მოძრაობის ამორჩეველი არის შეიცვალა პარტია და კიდევ უფრო მეტად მინდა შევცვალო ნამდვილად რომ ეს იყო სანამ დაგიჭერდნენ მანამდე იყო სწორედ ადამიანების ხონდა შენ ეს საქმიანობა აი ამ ადამიანების ფაქტორი უნდა იყოს გათვალისწინებული რომ არანაირად რომ ელიტამ მიიღო გადაწყვეტილება და იქ სადღაცა ვიღაცა ელოდებოდა ჩართულობას და ვერ მიიღო მეორე ჩვენი საერთაშორისო ფაქტორი მეგობრობის ფაქტორი ნამდვილად არ ვაპირებ რომ ვიყო ნაციონალური მოძრაობის ის თავმჯდომარე რომელიც გადაწყვეტილებას მიიღებს რის შედეგადაც იმ გადაწყვეტილებას მიიღებს რის შედეგადაც პარტია საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდება ხო და მტერს გავახარებთ შიდა გარეს არ ვიცი ხო როდესაც პირიქით შეიძლება დაგოლოდეო რო უპასუხე როდესაც პირიქით შეიძლება და ვხედავ ამ ნიშნებს, ახლა ვიღაცებმა ჩათვალეს, რომ აი ნაციონალური მოძრაობა არ აქვს ისეთი ურთიერთობა საერთაშორისო პარტნიორებთან, როგორც გონიათ. ახლა მე ჩემი შეგენებული არჩევანი იყო, მაგალითად, ჩვენ მეგობრ საერთაშორისო პარტნიორებთან, სანამ აი ამ შეთანხმებას ხელი მოეწერებოდა და იმ რევიზიაში არ შევალ, დამეკავებია ეს პოზიცია ხისტი, ხშირ შემთხვევაში, რომელსაც ვიკავებდი. ჩემი შეგენებული არჩევანი იყო. იმიტომ რომ პრინციპებს და იდეებს ვიცავდით და ისინიც ხვდებოდნენ ჩვენი მეგობრები პროცესში ვიყავით და ბუნებრივია მინდოდა უკეთესი ყოფილიყო ნუ სანამ გამიშოდნენ სადაც წავედი და მე აღარ ვიყავი პაპუ გავთავდი მაგრამ ახლა რეალობა ვინაიდან სხვა ახლა ვერავის ვერ შიგნით და ვერც გაეთ ვერ გავახარებ ნამდვილად ახლა საერთაშორისო პარტნიორების ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება მკარნახობს რომ ყველაფერი შესვლისკენ მიდის მაგრამ მეც უფრო ასეთი შთამბეჭდილება რჩება რასაც მირესალმები რასაც მირესალმები კი ბატონო, რაც მე მაინტერესებს ესეთი რაღაცა. დაუშვათ გადაწყვეტილება იქნა მიღებული არ შესვლის სასარგებლოდ იმარჯვა იმ პოზიციამ, რომ გაყალბებულ პარლამენტში ჩვენ არაფერი გვესაქმება. არის შანსი იმისა, რომ ვისაც ძალიან პრინციპული პოზიცია აქვს შესვლასთან და ვინც გაახმიანა მე უსმენ ამ დღეების განმავლობაში თქვენი ლიდერების პოზიციებს ძალიან კაფიოდ აფიქსირებენ აი დღესაც გუშინწინაც სულ იყო რომ ეხლა დროა პარლამენტში ბრძოლის უნდა შევიდეთ უარესსა და ცუცსა და უარეს შორის არის არჩევანი გასაკეთებელი არის შანსი თუ არა რომ წავიდნენ მაგის ფაქტი არის შანსი რომ შევიდნენ ესე და მაინც მიუხედავად პარტიის გადაწყვეტილებისა არ შესვლის სასარგებლო თუ არ შესვლას გადაწყვეტილება რომ პარტია მიიღებს იმ გადაწყვეტილებას რომელსაც გაგებით შეხვდება ყველა ეხა იმიტომ რომ ეხა საკუთარი ქვეყნის პრები ხო არა ვართ ხო ეხა პარლამენტში ბრძოლის გაძება აღალცალბარი რაზეა რომ კიდევ ერთი დამატებითი პლატფორმა მივიღოთ სადაც უნდა ბრძოლა გაჩაღდეს იმიტომ რომ მოცემულობა რეალობა ასეთი შეიქმნა არ მინდა რევიზიაში არ შევა ძალიან ბევრი რამ შემიძლია ვთქვა რა შეიძლება და რამჯეროდა რომ შეიძლება მიგვიღო ამ შეთანხმების შემდეგ და მეტის მიღწევა შეიძლება და არ შეიძლება განგება არ ვეხები მაგრამ ნუ არის ის რაც არის
და ყველაფერს თუ თავი დავანებოთ, ერთი ფაქტორიც გასათვალისწინებელია რა, რაც შეიძლება ასევე გრძელვადიანში პარტიას ესტრატეგიაც მიიღო, მაგალითად, თუ მსგავსი გადაწყვეტილება გამოწყვეს, რომელიც მაგალითად ველს მოასუფთავებს ოპოზიციურ ველს გულისხმობს, სადაც დასუსტება ყველა ოპოზიციური პარტია, რის შანსი სამწუხაროდ დიდი არის და დარჩება ორი მონსტრი ორგანიზაცია ქართული ოცნება და ბლოკი ნაციონალურ მოძრაობა. ამისკენ არ მივისწრაფით. ამიტომ რომ ვიხილოთ ოპოზიციურ პარტიებს შორის, ანუ ნაციონალურ მოძრაობა და დანარჩენ პატარა პარტიებს შორის ომი, სადაც მაღალი ალბათობით ჩვენ გავიმარჯვებთ. ბევრი არგუმენტი არის, მაგრამ ყველაზე მეტად გაიმარჯვებს ბიძინა ივანიშვილი. ჩვენ ვინ? მოკლევადიანში, ანუ ხოლმე ხარ, არა, ანუ ჩვენი მხარე, ანუ უნდა გააკეთო მასე გათვლა, აი მომდენო 2 წელიწადზე. ამიტომ სტრატეგია ბუკა ხდება, რასაც გულისხმობ და შენს დარწმუნებული ვარ, ბუკა როგორც პოლიტიკაში ნამყოფი, ხედავ ამის შესაძლებლობებს. რომ სტრატეგია არსებობს, რომ გაჭედო ლიმონივით გამოწურო შენი კონკურენტები, რისი სერიოზული შანსი არის, იმიტომ რომ გონია, რომ რიგმა პოლიტიკური პარტიებმა ცთარი ნაბიჯები გადადგეს და მათ დახმარება ჭირდებათ და ვიღაცას გონია, რომ კარგი ნაბიჯი გადადგეს, სინამდვილეში ასე არ არის. დავამარცხოთ ისინი, ველიდან გავახოთ ისევე როგორც გამხალა ბევრი ოპოზიციური პარტია, დარჩეს გაძლიერებული, გამდიდრებული, გამრავალფეროვნებული ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ ამ 2 წელს განმავლობაში ხო სახელმწიფო არ გექნება თავისი საფუძვლებით, ან არ გექნება. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას არ გულშემატკივრობ. თუმცა არის ასეთი ვერსიაც და ნამდვილად არ მინდა. არის პარტიაში ესეთი შე პარტიაშიც და ჩემ თავში სტრიალებს ესეთი გეგმები, მაგრამ არ მინდა რომ ამ გზას დავადგე. გავიგე, მე რა მაინტერესებს, იცი, აი როდის აპირებთ ამ ყველაფრის, აი რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს აი რეგიონული ორგანიზაცია? არა, ძირითადად რეგიონებში ვაპირებ, რეგიონებში ეს მოგიხსენო 3 დღეზე მეტი არ დამჭირდება, არ მომეხარ ვე 4 დღეა ტურნეს 3 დღეში 3 დღეზე მეტი არ დამჭირდება. ეხლა თქვენი გადაცემის შემდეგ გრძელდება კონსულტაცია პარალელურად უმჭიდროვესი საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციები მიმდინარეობს, პარტიებთან მიმდინარეობს, ოღონდ ინდივიდუალურად, ყველა ვერ მოვახერხე ნამდვილად ინდივიდუალურად მინდა ბოლო-ბოლო ხა სამი თვე არ ვიყავი და ადამიანურად ვის შეხვდი უკვე ოპოზიციური პარტიებიდან და ბევრს ჯერ კიდევ ვერა, მაგრამ ბევრს შეხვდი და ჯერ ცოტა დარჩა. ფაშაძე ჯერ არ შეხვედრი ხარ? არ არის ქვეყანაში შაბათ ჩამოდის და აუცილებლად შეხვდები და დარწმუნებული ვარ, რომ აი ამ ანკიერებას მოусმოთ, რომელსაც ახლა ადგილი აქვს და ვითარდება და ეს გადაძახილები, განოძახილები, იმიტომ რომ იცით, აბსოლუტურად მე სხვანაირი ვიქნებოდი აბსოლუტ კორექტულობის ფარგლებში, პოლიტკორექტულობის ფარგლებში, რა თქმა უნდა, რომ ვიცოდი, რომ ხტარდება ოქტომბრის თვეში პროპორციული არჩევნები. რატომ ვისაუბრო არჩევნებამდე ერთობაზე, ან ძალთა გაერთიანებაზე, როცა ტყუილი იქნება, იმიტომ რომ მთელი შინაარსი და დატვირთვა პროპორციული არჩევნების არის, რომ ყველა ცდილობს დამატებით ერთი ხმა აიღოს. რომ მოძებნ და პარლამენტში შევიდეთ, მე ხვევი დავითვალოთ და მე აქედან გამომდინარე, რომელიღაცა პარტიის პრემიერ-მინისტრი იქნება და კაბინეტში პორტფელები იმის დამიხედვით გადანაწილდება, ვინ მეტი ხმა აიღო, ხო? მაგრამ ახლა როცა ბუკა, ეკა, როცა ხელში აფერი არ გვიჭირავს და საკვალიფიკაციო ეტაპზე ვართ. და ჯერ კიდევ მოსაპოვებელია ბევრი რაღაცა, ამიტომ არის რომ საუბრობ და გადაგებ, ხო, ძალები გავაერთიანოთ, შეუძლებელია სხვაგვარად. აი როგორ გესახება ამ ძალების გაერთიანება და შენ თუ მიიღე შენ თავში გადაწყვეტილება მერობის კანდიდატობასთან დაკავშირებით, მე ვიცი რომ ჯერ კონსულტაცია ამაზე არავისთან არ გქონია, მაგრამ აი შენ როგორ უყურებ ამას, შენ ფიქრობ თუ არა რომ ნიკა მელია უნდა იყოს? საიდან იცი რომ ამასთან დაკავშირებით კონსულტაცია არ გქონია? საჯაროდ არ თქმულად. საჯაროდ არ თქმულად სხვა ამბავი, დიახ, გისმენთ. ხო გინდათ ხო? რა თქმა უნდა. გულწრფელები ყوакაც. შეიძლება მაქსიმალურად. დიახაც. იცით რა არის? ცარია რა მოსაზრება რომ ნიკა მელიას უნდა თვითონ მეროს კანდიდატობა. აი, გულწრფელი პასუხი. ნამდვილად ცარია. მე მინდა გამარჯვების კამპანიის წარმოება და გამარჯვების კამპანიაში მონაწილეობის მიღება. რომელიც დასრულდება რეჟიმის მარცხით. მე ხა თბილისის მერობის კანდიდატობა ნაკლებად იმპონირებს პირდაპირ გეუბნებით, ბევრი მიზეზის გამო. უბრალოდ მინდა დაარწმუნდე იმაში, რომ ოპოზიცია შეძლებს კოორდინაციას
და კოორდინაცია, რომელიც შედეგზე გაგვიყვანს. და მე შესაძლოა მომეცება ეროვნულ კამპანიაში ვიყო ჩართული. ნიკა, აი სხვა კანდიდატი თუ იქნება, ამიტომ კამპანიაში შეიძლება მომგები კანდიდატი ხახტო. თუ ეხა პარტია კანდიდატს დააყენებს, მე აი თქვენ გადაცემაში მოვალ, პატივიცემით ვიტყვი რომ ეს არის დავარქვი ყოველთვის დავისახეს. აი ბატონი არ ვიცი ეს იბრძვის 5%-ისთვის. ეს ხალბატონი და ბატონი 7%-ისთვის, 3%-თვის. ანუ არ არის გამარჯვების კამპანია. ვინც არ უნდა თქვას, რომ პროპორციული სისტემა არის მნიშვნელოვანი, არის 53%-ის არაღების თვის ქართველები. თუ არ არის კოორდინაცია მერობის კანდიდატების გარშემო და მაჟორიტარულ გარშემო, იქ ვერ ახდენს მიზანს. აი ამ კოორდინაციას შეიძლება შეწირო შეიძლება არ იყოს სწორი სიტყვა, მაგრამ გაცვალო ამაში სიამოვნებით. მაგრამ დაიდოს და შენ მზადხარი დაუჭირო რომელიც ხარს დაუჭერ შტაბის უფროსებას დაუჭერ. ეს ახლა ისეთი მოწოდება, ახლა მე გეტყვი ჩემი ეძებ ასეთ რო შევთავაზო ოპოზიციას როგორ აპირებ ძებნას? მითი კვლევის ჩატარებას აპირებ? თვითონ არ არა, ჩვენ გარშემო ვეძებ. ანუ ოპოზიციაში ვხედავ მაქსიმალურად ყველასათვის მისაღები უნდა იყოს, იმიტომ რომ მოდი დავარქვა თავის სახელი. სანამ შენ კურორტზე იყავი, მე აქ ჩემი პოზიცია გულწრფელად არაერთხელ ვთქვი, რომ ყველაზე რეალური და რეიტინგული კანდიდატი არის ნიკა მელია, იმიტომ კი არა რომ შენ ახარ, მე ასე ვიძახი და ეს არ არის ჩემი განწყობა და დამოკიდებულება. მთელი პატივისცემით სხვა კოლეგა თუ მეგობარი შენი ოპოზიციონერების სადმი. ეს რეალობა ასეთია. კვლევაც ეხლა რო ჩატარდეს. ხო, მაგრამ რაში მეტყვით ეხლა სადმა რაბაფერი ხა თქვის მერობის კანდიდატი ვარ მაგალითად. აი ზუგდიდში როგორ ჩავიდე? აი ქუთაისში როგორ ჩავიდე? ეროვნული კამპანია როგორ ვაწარმოო? კი ბატონო. მე ხო არავის არც ნაციონალური მოძრაობა მაგალითად ხარს დაუჭერს, მაგალითად სიტყვაზე მამუკა ხაზარაძის კანდიდატურა. მომგები კანდიდატი თუ იქნება, რა თქმა უნდა, კვლევა უნდა ჩატარდეს. ანუ კვლევა უნდა ჩატარდეს. ხალხმა უნდა იწამოს, რომ გამარჯვების კამპანიაში შედის ეს ხალხი. არ არის ეხა არ დავიტახო ეხა მამუკა ხაზარაძე ახსენეთ ხო? ნუ სიტყვაზე ვამბობთ ისე. ხო, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა პერსონალურად ამ ადამიანს და ყველა ოპოზიციონერს, ავიზ რომ ჩამოთვალო აი ბადრიბა ჯაფარიძე და დაწებული მათით გაგზავნებული ნატო ჩხეიძეთი, არ ვიცი ყველა დათო ჩეჩინაძე გამომრჩება და ეწყინება და ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერს. ვისგანაც გძნობდი არანორმალურ სოლიდარობას, ევროპული საქართველო კიდე გირჩ ყველა. მაგრამ მინდა გამარჯვების კამპანიაში თუ მარტო გეუბნები. ასევე მინდა დავწუნდე იმაში, რომ პარლამენტში ვინ პარტიები შევიდა დეპუტატები, ისინი მოწადინებული არიან, რომ ახალი არჩევნები გქონდეს. იმიტომ რომ ლეგიტიმური კითხვა ისმის ხალხში ხო დავდივარ. რა დაგარწმუნებს ნიკა მაგას? არიან წევრები, რომლებიც პარლამენტში უკვე შევიდნენ და კი არ ვაკრიტიკებ, მესმის პოლიტიკაში არიან ეს ხალხი. უკვე წარმოდგენი. მათ შეიძლება სტრატეგიულად ამოცანა დაუსახეს თავის თავს, ეხლა აქ ახალი არჩევნები 2022 წელს რო დაინიშნოს, მე პარლამენტში როგორ შემოვა. მარტო ვერ შევა ბევრი. ანუ მათი მიზანი მხოლოდ პარლამენტში შესვლა იყო. არა, სტრატეგიულ მოთმინებას არჩევენ, ფიქრობენ რომ 22 წლამდე იქ ვიქნებით, დავთიანდებით, ჩამოყალიბდებით, რა პარტია შექმნა და ახალი პარტია შექმნა და დელეგაცია. მარტო ფიქრობენ, არ მინდა ვერ ჩავდ, როცა ხვდები ამ ადამიანებს, ვეკითხები, თქვენ ამდენად ხართ დაინტერესებული. მარტო ვეკითხები და თბილისის ჩემთვის მერობის კანდიდატობა მე მაფერხებს ბევრ საქმეში, მათ შორის პარტია, რომელიც განვითარების გზაზე დგას, რომელსაც შრომაშიც ხედავ უდიდეს რესურსს, რომ გახდეს კიდევ უფრო ელექტორალურად მიმზიდველი, მოვიზიდოთ ის ამორჩევლები, რომლებიც გუშაშან და შაშანზე არ იყვნენ ჩვენი პარტიის ამორჩევლები, ხედავ ამ შესაძლებლობას და ეროვნული კამპანია ვაწარმოო. წარმოვიდგინეთ ეხა ერთი ვარ საერთო მერობის კანდიდატი და ამავე დროს 53%-ზე ასევე ვიბრძვით, რომ ყოთმოუცემა აიღოს. მე საერთო მერობის კანდიდატი თუ ვიქნები, აი ნაციონალური მოძრაობის აპოლოგიით ხო ვერ გამოვა ტელევიზორში. მესმის და ლოგიკა არის, აი იგივე არის, აი იგივე პარტნიორებთან, ეხა თან საერთო მერობის კანდიდატად გამოცხადდი და თან ვიძახო რომ ხმა მიეცეთ ნაციონალურ მოძრაობას. ან ჩავიდე ზუგდიდში, ჩავიდე ახალციხეში.
არ გავაკეთებ ამას პარტია ნაციონალურ მოძრაობას დააკდება. დავაზარალებ. ამიტომ პლუს მართლა ძალიან უნდა გინდოდეს ოპოზიციური პარტიებისთვის გააქვს ეს გაზიარებული და რამდენად მოყვებიან ისინიც აი მათთვის რამდენად მისაღებია პარტიის თავმჯდომარეს წამოდეს შევხვდი მსგავსი საუბარი ჩვენ შორის ქონდა ვიწყებ და ვასრულებთ შემდეგით. რა მოვიფიქროთ იმისათვის რომ გამარჯვების კამპანია დაიბლოთ. მაჟორიტარებზე შეიძლება შეთანხმდეთ? მაჟორიტარებზე თუ არ შეთანხმდებით მაჟორიტარებზე თუ არ შევთანხმდით. არავის საერთოდ თქვას, რა თქვა ეთერში რომ გამარჯვებისთვის იბრძვის, თორე შემოვარდები ეს რა ქვია პროტესტით. იმიტომ რომ ტყუილია ეს ხო? დეშეკათი არ გინდა. 7% 3%-ისთვის, 4%-ისთვის ბრძოლა თუ არის მიზანი და ამას გულწრფელად გავიგე პატივს ვცემ ნებისმიერ ადამიანს. ვიცი, ყველას ჩვენც ვატარებთ ეხლა რასისულელი ეხლა ერთი თქვენი სტუმარი ვკითხულობდი, გადაცემაში ყოფილა რომ ნაციონალურ მოძრაობას 22% აუღიაო, წინა პარტია და თემა ოპოზიციამ 40 კი არ ჯერ 32. ჯო 22% არა, ხუთ ოლქში არ ვიყავით წარმოდგენილი, პარტია მინუს ხერხლა. წარმოთქვი ვიდანო. საერთო ოპოზიციური ერთობისთვის. მე ეხა მაგ ლოგიკით შეიძლება თქვა რომ გეუბნები და განგების შესაძლებლობა გავაკეთე. ნიკამელიას ხო 44%-ია გაღებული. პარტიაზე პრაქტიკულად ორჯერ მეტი, ხო ანუ გულწრფელები უნდა ვიყოთ რა გვინდა ის კი არა რომ დავაკინოთ ნაციონალურ მოძრაობას. ნაციონალურ მოძრაობა ორჯერ მეტ ხმას აიღებს ამ არჩევნებში. ბოლომდე რომ გადავიშვა ეხლა მე ნაციონალურ მოძრაობის კამპანიაში. ვიდრე ყველა დანარჩენი ოპოზიციური პარტია ერთად. მაგრამ კი არ მახარებს ეხლა საკმარისი უნდა იყოს იმისათვის. მე ნაციონალურ მოძრაობის გაუმჯობესებელი შედეგი თუ სხვას გაუარეს და რა ჯანდაბათ მინდა თუ არჩევნები 2024 წლამდე შენარჩუნდა ჩატარებისვა და გულახდილი ვარ. ცოტა ემოციური ვარ. არა, ძალიან სწორ რამეს ამბობ. ეს არის რატო ჩათვალეს რომ ეს არის ჩემი ბროლის ოცნება. აი ფიცხო არ დავდება, მინდა ვიხილო ის ვითარება, სადაც ყველა შეგვიძლია ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის და ხალხი ამაში დავარწმუნოთ. ურთულეს არჩევნებში სადაც 150,000 ფორა გვაქვს. გეგულება ასეთი კანდიდატი? დამასწრო. ისეთ რა უნდა ვეძებოთ, ხო ხდა, უნდა ვეძებოთ. ეხლა სად უნდა ეძებოთ სხვა კანდიდატისთვის არ გამოვა. სულ და 20 კაცია. ხო, ნუ ხო ამაზე კონსულტაციები გვექნება. გამოჩნდება, ეხლა თუ მართლა გეუბნებით და ძალიან არასასიამოვნო იქნება ყველა თავის ასე თქვა. ჯერთვის არ ხედავ რა ეხლა არ თქვა, რომ პარტიების დიდმა ნაწილმა ყველამ ვინც ნაციონალურ მოძრაობის გარდა რა და იქაც რამდენი 1-2-ის გარდა შეიძლება აი გაუარესდეს შედეგი ვიდრე გაუმჯობესდეს რა. თუ სწორად არ გადავდგამთ, სწორ ნაბიჯებს არ გადავდგამთ. იმიტომ ურთულესე ჯერ არ ჩატარებულა ქვეყანაში არჩევნები, სადაც ხელისუფლებაში მყოფმა ძალამ ადგილობრივ არჩევნებზე უფრო ნაკლები ხმა მიიღო, ვიდრე საპარლამენტო არჩევნებზე. არ ახსოვს სხვა ისტორიას. ნამდვილად. გაცილებით მეც იღებს. 1300-მდე თუ არ შევ 1200 მაჟორიტარი ყავს კაცო იმას სოფლებში. ყველა დონეზე, მერობის დონეზე, ეხლა კიდე დაიბადა ეს, არ ვიცი, 53%-იანი გაუგებარი მექანიზმი. და ეხლა როგორ აპირებს, არ ვიცი, თუ აიღო 60,000 ადამიანის ხმა პარტიამ, ელემენტარულად უნდა ეკველოდება, პოიდოშო 60,000 ვეღარ აიღებ. გამოვრიცხულია. ანუ ვინც აიღო 2020 წელს 60,000 ხმა ის ვეღარ აიღებს გამოვრიცხული 2-4-4-ია თუ რაიმე არაორდინალური ნაბიჯი ოპოზიციამ არ გადადგა. რატომ? იმიტომ რომ სპეციფიკარი ხახნო არჩევნების ადგილობრივის ისეთი რომ ბევრი არჩევნებზე არ მიდის ერთი არ აინტერესებს. იმიტომ რომ იცის რომ არ იცვლება ხელისუფლება და თუ კი ვინმე მეტყვის როგორ არ იცვლება, ამიტომ არ არის არა ხახნო იცვლება საერთაშორისოდ აღიარებულია ადგილობრივ არჩევნებში აქტივობა ისედაც და გავიმეორე ამას აიყვანთ ისეთ კი მაგრამ ერთობის გარეშე დათგათი არა თქვი რამდენჯერმე მაგრამ მე ყველა გადაცემას ხალხს უმაყურებელი და გავიმეორებ იმიტომ რომ ქართული ოცნების პროპაგანდა იზალები რაზეც დგას პროკურორის ფინანსური პოლიცია არ ვიცი ასე შე კრიმინალი შავი მამაძაღლი ჭვიანი არაჭვიანი ხალხი ვინც მათკენ რას ეტყვიან იცით სოფლად ხალხს და 10-დან 4 ეგება ამას დაანებე გენაცვალე ოპოზიციას თავი იმიტომ რომ ოპოზიციამ რომ წაიღოს 58% დაუშვათ
ჯერეთყიანური თითქოს წარმოუდგენება დაუშვათ. ერთი წელიწადი ეს ჩემი მეგობარი ხო პროკურორი რომელიც არის და გეშინია ხო ისე პროკურორი იქნება. ხო ისე პოლიციის უფროსი იქნება და თუ ვერ გაიგეს მე თვითონ ის პროკურორი მიდის იმ ოჯახში. და ნეიტრალდება არ გინდა პასპორტს ართმევენ სახში მიაქვს ნიკა რა შანსი გაქვს რომ მოიგოთ აი ეს არჩევნები გამარჯვების კამპანიას ვერ გავაჩაღოთ არანაირი შანსი არ არის არავის არ მოატყვილოს გამარჯვების კამპანიას თუ ვერ დავბადებთ პირდაპირ ჯობია ხალხს უთხრათ რომ არ ვიცი ნუ 2024 წლამდე უნდა პარლამენტს არსებობა და ვინც გადავწყვიტავთ რომ ამას არ ვეთანხმებით მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას ვინც გადავწყვიტავთ ეს ჩანს კამპანიაში აი გაფიცეთ ყველაფერს 2020 წლის არჩევნებში ხო რამდენი კანდიდატი იყო საბურთალოზე ნუ რა და საბურთალოზე აი რა ვიცი სხვა რაიონებში ხო აი კასპში ხალხი სადღაც ბოლოში თუ არა შუაშია ძალიან ბოლოსკენ ხო ატყობდა ვინ მომგებია და ვინ წამგებია ეს ხო ჩანს ეს ვერ დაიმალება ანუ უნდა იყოს მომგებიანი ასხივებ ახალი იმპულსი გინდა ახალი ინსტინქტი გინდა უნდა შთაბერო უნდა დააწმუნო რომ ღირსო ბრძოლაში გამოიყოლო შეძლებ დაარწმუნო რა მაინტერესებს ისი აი ეს გამარჯვების კამპანია სერიოზული ხალხია და სამართლიანი ხალხია და სიმართლეზე რო საუბარი იქნება ბეჯერჯერობით რა ვისაც ვისაუბრე ყველა ვიზიარებთ ამ არგუმენტებს გამარჯვების კამპანია შეიძლება დაბადოს რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური ძალის ერთიანმა საქმიანობამ და კამპანიის წარმოებამ ესეც შესაძლებელია ცხადია რომ ესეც შესაძლებელია ეს საყოველთაო რაღაცა ერთობა და მე მგონია რომ არც არის საჭირო პირიქით არც არის საჭირო მაგრამ აქ ამუშავდება ის ზაკრული გეგმა რომელიც არ მინდა ამუშავდეს რა გეგმა? იმიტომ ეს თუ მოხდა და რაღაცა ჯგუფი შეჯგუფდა და რაღაცა ჯგუფი ცალკე წავიდა პატარა, იმ პატარას გავაქრობთ და არ მინდა, იმიტომ რამე ბიძინა ივანიშვილი. ოპოზიციურ დაჯგუფებას. ხო, იმიტომ რომ ნუ ეხა პარტია რომელიც 2%-ს აიღებს ამ არჩევნებში, საპარლამენტოზე ვიღა გაყვება. და ამით ისარგებლეს ჯამში მაინც შედეგს ვერ მივაღწევთ. იმიტომ რომ დაპირისპირება იქნება პარლამენტში არ შესული ეხა პარლამენტში არ შესული პარტიები, მაგალითად ან თუნდაც ერთი პარტია რომელიც არ შევა და დაინახავს რომ ერთობა ვერ შედუღავდა, ხო? ეს თუნდაც ერთი პარტია გარედარჩენილი თავიანთი სიმართლით და არგუმენტით სამართლიან დაუწყებს კრიტიკას პარლამენტში შესულ ძალებს. პრაგმატულად რომ დივიდენდები წამოიღოს, რომ გაბრაზებული ხალხის გული მოიგოს, რომ სიმართლეში დააწმუნოს. ეს არ დამთავრდება. პარლამენტში ყოფი ძალები 7 ძილს ვერ მოიპოვებენ თუ ერთობა არ იქნება, ხახტო. აი პირდაპირ გეტყვით კი არ მისაუბრეთ და რაღაც. ერთი კაკო ბობოხიძე გვეყოფა ყველას. გარე დარჩენილი კაკო ბობოხიძე. შიგნით რომ შევიდეთ და ერთობა არ ჩამოყალიბდეს. კაკო ბობოხიძეს ვერ გაუძლებს ნახევარი ოპოზიცია შიგნით. იმიტომ რომ არგუმენტების მოყვესახია მოშველიება მას არ უჭირს. სიმართლე თუ ინსტიტუციური მეხსიერება საშინლად კარგი აქვს. და რიტორიკა არაჩვეულებრივია გაიამხანაგოთ? აი სიტყვაზე თუ კაკო გამასწავლე. გავიგე ევროპულ საქართველოს გულისხმობთ. ხო ევროპულ საქართველოს ნებას ვიცი არაპირებს არა იქ შემოსვლის გარეშე კამპანიაში არა რაც აპარა ლოგიკურად ასე ანუ ნებისმიერი სხვა თუნდაც ბატონ შალვა ნათელაშვილის არავინ არ იფიქროს რომ ვიღაცაზე მეტია ამიტომ გარემო მოიწამლება გესმით ანუ ყველა თუ დაწმუნდა რომ აქ არ თამაშდება გამარჯვება ესე იგი დროში იწელება წავა ბრძოლა არა 21 წლის გამარჯვებისთვის, არამედ 24 წლის მომზადებისთვის და ვინ დაეცემა ზოგს ნერვები უნტყუნებს. ზოგი შეცდომას დაუშვებს. ზოგი არ ვიცაშენ და შემდეგ. ნიკა, შენ თქვი რომ დაუცნაურია რომ მოვდიოდი თქვენ გადაცემაში. ფიქრობდი ხა ვცდილობდი რომ ასე პაუზა ამეგო ხა ყოველდღე შეიძლება გადაცემაში ვიყო ერთადე და ჩემს ფიქრობდი ახალი აღარ უნდა თქვა ხა გუშინ ვიყავი გუშინ და ძალიან საინტერესო იმდენ რამეს ამბობ ხა საი გეუბნებოდით მალე თუ არ გამიშვებთ გავხდი ოპოზიცია უკვე გიშვებთ ერთი კითხვა მაქვს შენ თქვი რომ მე საერთაშორისო პარტნიორებთანაც მქონდა უკვე კომუნიკაციაო თუ შეგიძლია გითხრა აი ვისთან გაიარე არა ვე ბუკამეცის ესეთი რაღაცები რომ არ უნდა ვთქვა მოაკლევინე თამას ჩემთავს მოკლედ ჩემს არა რა თქმა უნდა ვერ გეტყვით თუმცა მართალ ჭიდროთ მიმდინარეობს და გასაგდება შეგვეშიქით ასე ქვეყნის გარე გაგიშვებთ რომ ოპოზიცია მადლობა ნიკა ძალიან დიდი არა პირიქით ყველაფერს მაგედა უბრალოდ დააგუწერო იციან მათ ჩემი დამოკიდებულება მე ვგზნობ მათ დამოკიდებულებას რომ უდიდეს პატივცემ
და ვგრძნობ მათგანაც პატივისცემას, უბრალოდ ნუ ეხლა არ შეიძლება რომ არ ვისაუბროთ ძალიან კორექტულად არგუმენტებით, ხო? კი ბატონო. წარმატებას გისურვებთ. დიდი მადლობა. წარმატებები ნიკა კიდევ შევხვდებით და დაველოდებით გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში იქნება დარწმუნებული ვარ თქვენი გადაწყვეტილება როგორც ამ ერთიან კანდიდატებზე, ასევე პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. ნიკა მელია იყო ჩვენი სტუმარი.